არ დაგეტერა. ჩადიქში მანქანაში. მერე გადაკატავდი. აუდე ბარემ მოდი რა. კაი, ესა არ მინდა ეხლა მე სიკვდილში გადავიღებ, იქიდან დადექი და უცხოდ გეტყვი. ესე იგი, ეხლა მე წამლავ უკვე ამ სეზონ, ამ პერიოდში, ივლისში, მოდის ახალი ვირუსები და დაავადებები პამიდურებზე და სხვა მცენარეებზე. აი, თეთრი სიცხო გაჩნდა, პეპელა. მოკლედ და პამიდურებს კიდე ლაქიანობა და ფიტოფტოროზი და მსგავსი სოკოვანი დაავადებები ჩნდება უკვე და ამისთვის მე ეხლა გავაკეთე პრეპარატი რა. გუშინ დავაყენე და დღეს უკვე ვიყენებ 200 გრამი ნაცარი პლუს 200 გრამი მდოგვის ფხვნილი. მე მდოგვის ფხვნილი ვერ ვიშოვე, ამიტომ 400 გრამი ჩვეულებრივი მდოგვი. ოღონდ მდოგვი რაც უფრო ნაკლებ მინარევებიანი იქნება, ის უკეთესია. მე ავირჩიე ქართული წარმოების მდოგვი, ესე იგი 50 გრამიანებია და სადღაც 10 ცალი ვიყიდე. მდოგვს 400 გრამს და 200 გრამ ნაცარს უმატებთ ერთმანეთს, ასხავთ მდუღარე წყალს, ლიტრა ნახევარს 2 ლიტრამდე ესე და აჩერებთ ღამე. მეორე დღეს გააზავებთ 10 ლიტრ წყალში და კარგად გადაწურავთ, რომ ეს არ გაჭედოს და ასხურებთ ყველა მცენარეს ფოთლის ორივე მხარეს. ანტიფუნგიციდური, მავნებლების საწინააღმდეგო. გავაკატავებ თან, ხო? უყურე, ეხლა რა გამოვიდა, ხო? ეხლა სიჩუმე, ხო? გაჩერება. ანუ არ ბაცხავთ მარტო კომბოსტოს ჯიშის მცენარებს, იმიტომ რომ ეს მდოგვი მოიზიდავს კომბოსტოს საყვარელ მავნებლებს და კომბოსტოს შესაბამისად შეჭამს. ამიტომ დანარჩენებს რომც მოიზიდოს და რომც გამოჩნდეს, ამ მცენარეებით ისინი ვერ დანაყდებიან და წავლენ სამაგიეროდ. თვითონ ჩვენი მცენარეები გამოჯამრთელდებიან, მავნებლები არ მიეკარებათ, ანტიფუნგიციდური ანუ სოკოსაწინააღმდეგოა და ვირუსების და ბაქტერიების საწინააღმდეგოა. ამას გარდა რაც მნიშვნელოვანია ამ წუთას ჩემთვის, პამიდორი დაცული იქნება ფიტოფტოროზისგან. ნუ იგივე ფუნგიციდურია ეგეთ, მაგრამ ამოვერენ საფუნგიციდურიც არ არის და რაღაცა მარტივ ბაქტერიასაც შუალედშიაო რა. მოკლედ ორივე შემთხვევაში ჩვენთვის ეს საშუალება ეხლა კარგია. წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის ძვირფასო მეგობრებო.